პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომა გაიმართა, სადაც ალექსანდრე მეგუთინიშვილს და რუსუდან შარაშიძეს უსმენდნენ, განიხილავდნენ წინა ხელისუფლების დროს საკუთრების და ადამიანის სხვა ძირითადი უფლებების შელახვის, ასევე გურამ შარაძის სიცოცხლის უფლების დარღვევის ფაქტებს. აკადემიკოსი და პარლამენტარი გურამ შარაძე 2007 წლის 20 მაისს თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მოკლეს. ცეცხლსასროლი იარაღიდან სამჯერ ნასროლი ტყვიით მიყენებული ჭრილობების შედეგად გურამ შარაძე ადგილზე გარდაიცვალა. მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელ აღსრულების დაწესებულება 2017 წელს დატოვა. გვასამართლეს და გადმოგვიყვანეს გლდანის ციხეში. მეც და ჩემი ბიძაშვილიც ლექსო მეგუთიშვილი. მე შემიყვანეს პირველ კამერაში каранტინში, ჩემი ბიძაშვილი შეიყვანეს მესამე კამერაში. კარები რო გაიღო, ვიღაც ბიჭი იჯდა ჩაცუცქული კარების ღრიჩოსთან, ეტო ჰაერსას უნთქავდა. და რო კარები გაიღო, ეს წამოდგა ფეხზე და რო შევხედე, მითხრა 35 ხარო. მე ვერ მივხვდი ეს რას ანიშნავდა, იმიტომ რომ მის დღეებში ციხესთან იქ საქმე არ მქონია და 35 ნიშნავდა იმას, რომ 35 კაცი იყო კამერაში 18 კვადრატულში. მე 16 დღე არც დაუჯდა რო არ, არც დაუწოლილო არ. აი რაღაცა იყო, აი ჯოჯოხეთი იყო გლდანის ციხე 2010 წელს. შეიძლება ითქვას ჯოჯოხეთზე უარესი. პატარები ვინც იყო საწოლქვეშ აწვებოდნენ ხოლმე შპონკის ქვეშ ესე ეძახდნენ. მე არც საწოლზე დაუწოლილო არ, არც ის ერთადერთი შეიძლება დაუმჯდარიყავი, ან კედელს მიყუდებულიყავი. მე დამაკლდა ამ სიტუაციაში 32 კილო იქ ამ დროის განმავლობაში. ამათ მითხრეს თვითონ აქ კუჩში შემდგომ მე როცა გამოველი ციხიდან რომ იმ ფაშისტებში რომ მოხვდიო, ჩვენ ვაკონტროლებდით ყველაფერს იქო რა. დაბმულიც ვიყავ ესე ფუქსებში პატივი იყო ის რომ თუფლო დაბლასუ ბეტონია მეტრანახევარი ოთახი მეტრანახევარი და წინ ღია კარებია რკინის. იქ ფლოსტებზე დაგსვავდნენ, ხელებს უკან გაგაშვერდნენ და ბორკილებით გაბავდნენ. ერთხელ ცემაში ისე მცემეს რომ გონი დაუკარგე. შემოვიდა ექიმი რა, როგორც მე მეუნებიან და ეს შარლისტოტები ამიწია დაბლა კუნთებზე ნემსები მიკეთა რომ რა ვიცი, კუდარი ვეგონე თუ სიმულიანტობდი, ზუსტად არ ვიცი, მთელი ფეხები გაშავებული მქონდა, გალურჯებული. ჩვენი შემონათვალია, რომ 8 პრადო უნდა იყიდო, თუ გინდა რომ აქედან ცოცხალი გამოხვიდე. მეოთხე მე 8 პრადოს ვერ ვიყიდი, აი ისტერიკაში ჩავვარდი რა, რაღაცა. ფუქსიდან 8 პრადო როგორ უნდა გეყიდათ? არა, ჩემებს უნდა ეყიდათ 8 პრადო ციხიდან და მე გამომიშვებდნენ. ანუ ძევლად იყავ. ძევლად ვიყავი აყვანილი, კი. იყიდიო, ძალა რო დაგადგება იყიდიო რა, ამ ფაცაცია სიტყვებია. 2004 წელში გადატრიალების მერე სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით მე ბიზნესში გადავედი, ბიზნეს საქმიანობა დავიწყე. ჩემ მეგობართან ერთად ელდარ მილდიანი ესეთი პიროვნება, რომელიც არის დამფუძნებელი შეპესე წინადლის ძველი მარნის საკმაოდ წარმატებული ღვინის ქარხანაა და ერთად მოვაწევრდით სოფლის მეურნეობის დარგში. საწარმოში მოვიდა პიროვნება ვინმე პაატა გოგიაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ კოდუებს, არა კოდუას, არამედ კოდუებს დაასახელა ერეკლე და დათო, ჩვენთან უნდათ გასაუბრება. კოდუები არიან თუ რამე ქონება და ცხოვრება აქვთ მოპოვებული, სულ წართმეულია ყველაფერი. გიენები დაზარდა დედამისმა, აიგენი არიან კოდუები. ეს დათო კოდუა გველაპარაკებოდა, რომ წინანდალში ჩვენ ქონდა საკმაოდ პრესტიჟულ ადგილზე 3 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი. ეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი დღეს წარმოადგენს რედისონის წინა ეზოს. დღესა და რედისონს შორის იყო ჩვენი 3 ჰექტარი მიწის ფართობი. ეს ფართობი უნდა გადაგვეფორმებინა მათზე, რომ დავალება იყო ესეთი. შემოგთავაზეს 15000 ლარი. რაზედაც ჩემმა პარტნიორმა უარი განუცხადა. იქვე იყო ყოფილი ზაოდები თუ რაღაც ეძახდნენ, ცოტა პატარა ფართი იყო, მაგრამ იქვე იყო გვერდით და უთხარით რომ აი ეს ნაკვეთი მაინც მოგვიცვალეთ. გითხრეს რომ ის თქვენ დასახელებული ნაკვეთი პრეზიდენტსა სჭირდება, სააკაშვილის გვარი ახსენა ჩვეულებრივ, პრეზიდენტსა სჭირდება ის ნაკვეთი არ გამოვა, თქვენ ხვალ ეს ნაკვეთი უნდა გადააფორმოთ ჩვენზე. თუ არა და ცუდად წავა ეს საქმეები. 2009 წლის 23 სექტემბერს ეს მიწა პაატა გოგიაშვილმა გადააფორმა ქალბატონი ლიამ დივანი. არ ვიცი მე ეს ქალბატონი ვინ არის, როგორც იმ ქალბატონმა არ იცის ის ნაკვეთი სადამ მდებარეობს საერთოდ. ეს ნაკვეთი გადაფორმდა ლიამ დივანზე და 2014 წელში ეს ნაკვეთი გაიყიდა $600,000. ცუდად არ გამომივიდეს, მაგრამ ეს თემა ბოლომდე ესე არ დავტოვებთ. ეხლა ამ თემას რაც შეეხება, მე სათხოვრითა ვარ მოსული თქვენთან, იქნებ ქალბატონთია მოგვეხმაროთ და აღნიშნული ეს დოკუმენტაცია ჩამოტანილი მაქვს ყველაფერი. პროკურატურას გადავცეთ, რომ შესწავლა დაიწყოს, იმიტომ რომ ცუდი არაფერი არ მოგვიხდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით რა, იმიტომ რომ მე გავიარე გლდანის ციხე, მე ცოცხალი თავით იქ შესვლა აღარ მინდა ნამდვილად რა და არც ისინი ვარჩვე რომ ვინმეს რამე დაუთმოთ და დავანებოთ, მაგრამ ვცდილობ რომ კანონიერი გზით. თქვენ თვითონ რატომ არ მიმართეთ პროკურატურას დღემდე თუ მიმართეთ?
არა, პროკურატურას არ მიგვიმართია, ვცდილობდით, რომ ჩვენ თვითონ მოგოგვარებინა ეს სიტუაცია. მაგრამ მე მივხვდით, რომ ესე არ დამთავრებოდა, ესე ადვილად და იოლად რა. მაგრამ ამას დღეს ხო არ მიხვდით რამდენიმე დღეს არა, რამდენიმე წელია მივხვდით და რატო არ მიმართეთ? მე მჯეროდა რომ კოდუები პროკურატურაში მაჯობებდნენ. და ეხლა მაგ კომისიის იმედი თუნდაც იქიდან გამომდიდან რომ კომისიის ნათქვამი და გადაგზავნილი სხვა არ და ჩემი ნათქვამი სხვა არის. ეს არის სამართალი, რომელსაც მე ამდენი წელი ველოდი და მოკლედ აღარ დაგხლით შინაარსის შესავლით. ჩემ სიტყვას რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ უმჯობესი იქნება, რომ ორ ნაწილად ჩამოვყალიბდე, თავიდან დავიწყო უშუალოდ მკვლელობა და მტკიცებულებები, ფაქტები, მოწმეთა მონათხრობი და საქმის მასალები. რასაც აქ ვიტყვი, ეს ყველაფერი არის დამყარებული, რაც ჩამოგითვალეთ ამაზე. და პირველ ნაწილში მოვყვები, ნაწილს გულისხმობ, რომ მე ჩხარ-ჩხარა შევეცდები, რომ დიდ რო არ წაიყოს, მაგრამ შინაარსობრივად და მე უკვე გადავალ მამაჩემის პოლიტიკურ მოღვაწეობაზე. დავიწყებ იმით, რომ გურამშარაძის რეგალიების ჩამოთვლით აქ ამ წუთას არ დაგღლით. ის იყო, ვინც არ იცის, თორე თქვა რომ მოგეხსენებათ ვიცი, მაგრამ წამოიზარდნენ თაობები, რომლებმაც გურამშარაძე კი არა, ლამის ილია ჭავჭავაძე აღარ იციან და ასე რომ ეს სამწუხაროდ ფაქტია. გურამშარაძე იყო ქართველი მეცნიერი პირველ რიგში, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე და ამ მომენტში ვიტყვი მხოლოდ მისი პარტიის დასახელებას, ეს იყო საქართველოს უპირველეს ყოვლისა ენა, მამული, სარწმუნო. და ეს იყო არა მარტო მისი პარტიის დასახელება, ეს იყო მისი მთელი ცხოვრების არსი, ყოველდღიურობა და ამ იდეით ცხოვრობდა და ამ იდეით გზრდიდა შვილებს. ამას შეეწირა კიდეც საბოლოოდ. ეხლა თვითონ მკვლელობასაც გავყოფ თავისებურად ორ ნაწილად, ჯერ დავიწყებ, რასაც დამტკიცება არ ჭირდება. მტკიცებულების მოპოვება არ ჭირდება, რადგან თვითონ არის მტკიცებულება და 2020 წლის 20 ივნისიდან ეს ყველაფერი საქმეში დევს და საქმეში მე კი არ ჩავდე, ჩადო სააკაშვილის პოლიციამ და გამოძიება. მე დამავიწყდა რომ მეთქვა, რომ გურამშარაძე იყო 7 ათეული წიგნის ავტორი და გამომცემელი. და რომ ამბობდნენ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეგრეთ წოდებული, თორე სინამდვილეს სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, რომ ის გადაერთო მეცნიერებაში, არასოდეს გურამშარაძე განცალკევებული არ ყოფილა პოლიტიკიდან და მეცნიერებიდან, ერთნაირი წარმატებით და ერთნაირი მონდომებით და ძალისხმიერებით ასრულებდა ორივე საქმეს. ეხლა მკვლელობას რაც შეეხება, აქ ეს არის ორად შეიძლება ესეც გაიყოს, გამოძიება სააკაშვილის დროინდელი და შემდეგ 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგი მოვლენები. დავიწყებ იმით, რომ მე ვამტკიცებ. გურამშარაძის მკვლელობა იყო სცენარი წინასწარ მოფიქრებული, დადგმული და შესრულებული და საქმე პირველივე წუთიდან იყო აღალმებული. რამ აძლევს ამის თქმის უფლებას? პირველ რიგში გეტყვით, რომ მკვლელობა გადაიღო სადაზღვეო კომპანია. შეიძლება რომ შეგაჩეროთ. ვინც არ იცის, წამოიზარდნენ თაობებიო, თავადვე ბრძანეთ. სანამ იმას სიტყვით, რისი თქმაც დაწყებული გაქვთ. სად, რომელ დღეს, როდის, რა მოხდა? ჯერ ეს გითხრათ. კი ბატონო. და მე გადავიდეთ სცენარზე. კი ბატონო, 2007 წლის 20 მაისს მელიქიშვილის გამზირზე, მელიქიშვილის და შანიძის კუთხეში 18 ნომერთან მამაჩემი მოკლეს 3 გასროლით, 3 ტყვია თავში. პირველი იყო უკნიდან კეფაში, პირველივე სასიკვდილო და მე იქვე ჩაკეცილზე, 2 საფეთქელზე, 2 საკონტროლო გასროლა და დაახალეს. სასიკვდილო ტყვია. ეხლა რომ აი ზუსტად მაგას მივადგები ადგილს, იმიტომ რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა ეს ადგილი. ალდაკს ჰქონდა სულ 5 კამერა, ეს მნიშვნელოვანია და იმიტომ ვამბობ
ალტაგი მოგეხსენებათ არის სადაზღვევო კომპანია ალტაგი, რომელიც იმ დროს განთავსებული იყო ზუსტად იმ ადგილას, ჰქონდა 5 კამერა, 2 კამერა ეყენა მელიქიშვილზე, რომელშიც გამოჩნდნენ მამაჩემი და მკვლელი, ორივე კამერაზე იყო სხვადასხვა რაკურსით. ორი ჯანაშიაზე ეყინა და ერთი შანიძის ქუჩაზე. სამტყვიაზე მოგახსენეთ. ეხლა ეს ადგილი, ეს იყო სპეციალურად შეგნებულად შერჩეული ადგილი, რომ გურამ შარაძე ზუსტად იმ ადგილას, იმ კამერების წინ უნდა მოეკლათ. ეხლა რატომ ეგონათ, რომ მაინდა-მაინც იმ წუთას იქ ჩაივლიდა გურამ შარაძე და იქ დახვდებოდა მკვლელი. ესე იგი, ეს მათ ჩვენი ოჯახის მიმართ თვალთვალი ხორციელდებოდა ძალიან დიდი ხანია. ზეპირად იცოდნენ მამაჩემის განრიგი. გურამ შარაძე იყო ძალიან მოწესრიგებული კაცი, თავისი ჩამოყალიბებული, თქვენ იცნობთ ალბათ პირადად და დამიდასტურებთ, რომ განსაკუთრებით საქმეში ძალიან მოწესრიგებული, პუნქტუალური და ზედმეტად გაწერილი განრიგი და წესებით და ჩვეულებრივად, რომელზეც თითქმის არასდროს ღალატობდა. ყოველ კვირა დღეს მთელი ცხოვრება მუშაობდა ეროვნულ ბიბლიოთეკაში და საღამოობით ვინაიდან უყვარდა ვარჯიში მოძრაობა და ვეღარ ახერხებდა ბოლო წლებში, ყოველთვის ბრუნდებოდა ფეხით. ახალგაზრდობიდან რაც გურიანთიდან თბილისში ჩამოვიდა, როდესაც რუსთაველიდან ვაკის მიმართულებით მიემართებოდა, ყოველთვის მიდიოდა იმ ტროტუარით, იმიტომ რომ აქეთ გადასასვლელები, მიწისქვეშები და ამიტომ უყვარდა, რომ აიღებდა გეზს და ვაკემდე მიდიოდა იმ ტროტუარით. კვირა დღეს გარდა ეროვნული ბიბლიოთეკისა, ასაო დასავალში იბეჭდებოდა მისი 100 წერილი ქართველ ერს. 33 წერილის დაწერა მოასწრო, ესე იგი 33 კვირა დღე იქ გაიარა და რატომ ეხარო? ორშაბათს გამოსდიოდა გაზეთი და კვირას ყველა მისის ეს ჟურნალისტმა, არა მარტო ამ გამომცემლობის, რომ როდესაც ექსკლუზიურ ინტერვიუს ბეჭდავდა, ყოველთვის გადაიკითხავდა, სხვანაირად გამორიცხული იყო. ამიტომ კვირა დღეს, სანამ გაზეთი სტამბაში ჩაეშვებოდა, ის მიდიოდა რედაქციაში და ამოწმებდა ამ თავის ინტერვიუს და დასაბეჭდად გამზადებულს და ისიც გზად არის სამშობლოს მასში იყო განთავსებული და მოკლედ იმის ხმამიდა რომ ყოველ კვირა საღამოს როგორც წესი რომ დავანებოთ თავი ეროვნულ ბიბლიოთეკას 33 წერილის გამო არის ყოველ კვირა დღეს იქ გავლილ გამოვლი. ეხლა ბარათელსაც ყოველდღე უთვალთვალებთ. ის შემთხვევითი გარმოხვედრილა, ვინც არ იცის, გიორგი ბარათელი გახლავთ. კვლელობაში ეჭვმიტანი ლიმს ჯავრდებული, რომელსაც სასჯელი მოიხადა და ბარათელსაც უთვალთ, მე ყველაფერს მივადგები, ყველა საკითხი უფრო ნათელი გახდეს. გიორგი ბარათელს პოლიცია უთვალთვალებდა, ამას პოლიცია თვითონ არ მალავს. ეს საქმეში დევს ამის მტკიცებულებები და პოლიციელების მიწერილი რაც ქვია რა. დიახ. ჩვენებები ხო, დიახ, ჩვენებები და მეზობლების ჩვენებებიც, რომლებიც ადასტურებენ, რომ პოლიცია ბარათელს სადაც ცხოვრობდა იმ წუთას, იქ უთვალთვალებდა. და რატომ ხსნის ახლა ამას პოლიცია? ვითომ მოკლეს 20 მაისს და ვითომ 5 მაისს გიორგი ბარათელმა საკუთარი ექიმი ტირზიკიანი გვარად სახლში მიუვარდა და მსუბუქად დაჭრა. კარი რომ გაუღო, ამან დაჭრა და წავიდა. ეს არის ოფიციალური ვერსია, რომლის მტკიცებას ახლა ამ წუთას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თქვათ დაჭრა. და ან რაღაც შეურაცხყოფა მიაყენა. ტირზიკიანმა, ესე იგი, სააკაშვილის პოლიცია 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს აკვირდებოდა, რადგან დაჭრა მან თუ რა ვიცი რაღაც მსუბუქად ან დაარტყა თუ ხა არ აქვს მნიშვნელობა თავის ექიმ ტირზიკიანს. ესე იგი 20 მაისიდან როგორ წარმოგიდგენიათ, 5 მაისიდან 20 მაისამდე ბარათელს უთვალთვალებდნენ და ხელს არ კიდენ. კარგი. როდის ჩაიტარა ტირზიკიანმა სამედიცინო ექსპერტიზა თუ იცით? ეს მოხდა მამაჩემის მეორე მკვლელობის მეორე დღეს 21 მაისს. ესე იგი ეს ხო აღარ უნდა ჩემი კომენტარი.
პოლიტიკური განხილვის და შეფასებების თემაა კონგრესში ამერიკის სახელმწიფო დივნის მარკო რუბიოს პასუხი კითხვაზე თუ რის გაკეთებას აპირებს სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოცნებასთან მიმართებით. ეს კითხვა მარკო რუბიოს მეგობარი აქტის ინიციატორმა ჯო უილსონმა დაუსვა. პასუხი კი ასეთი იყო: როგორც ნებისმიერი სხვა საკითხი დაუბრუნდები იმას, რაც თქვი ჩემს შესავალ განცხადებაში. შეერთებული შტატების მიზანია ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ ჩვენ შევხედავთ ამას და ვიტყვით, არის თუ არა ჩვენი ეროვნული ინტერესი ანტიამერიკული მთავრობის არსებობა მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში და თუ არა, მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ საფასური გადაიხადოს. ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. ჩვენ ვეძებთ ვარიანტებს და დამატებით შესაძლებლობებს. დღეს არანაირი განცხადება არ მაქვს კონკრეტულად იმის შესახებ, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება, განაცხადა მარკო რუბიომ. ოპოზიციური სპექტრის შეფასებაა, რომ ქართული ოცნება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს ვერ დაალაგებს. მმართველი გუნდი კი მარკო რუბიოს განცხადებას ბუნდოვანს უწოდებს და აღნიშნავს, რომ საჭიროა მეტი სიცხადე ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. მარკო რუბიოს განცხადებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ცხადი არის, რომ ისინი არ აპირებენ მილატოვონ ქართული ხალხი ივანიშვილის აი რუსული აგენტურის პირისპირ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაიცვა უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ეს არის ის, რომ ჩვენ ვართ უმნიშვნელოვანეს რეგიონში მსოფლიოსი, რომ ჩვენ ვართ ყურადღების მათ შორის ყურადღების არეალში ვართ, რა თქმა უნდა, ახალი ადმინისტრაციის, რომ ყავს ანტიამერიკული დე-ფაქტო მთავრობა და მათ შორის გავიყვა ის, რომ ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მთავრობა აუცილებლად გადაიხდის საფასურს ანტიამერიკული, ანტიდასავლური და რა თქმა უნდა ანტიეროვნული ანტისაკუთრებრივი ხედვებით. ხედავთ, რომ რეგიონში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელთანაც არ ხორციელდება ურთიერთობები. ამ ნაწილში სტრატეგიული ურთიერთობები ასევე შეჩერებულია, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის და მისი მხრიდან სწორად არის შეფასებული ის მდგომარეობა, რომელიც ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში დადგა ჩვენს ქვეყანაში და აქ დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ ის აქტი, მეგობარი აქტი, რომელიც განიხილება ამერიკის სენატში, სწორედ აი ამ შეფასებების შედეგი არის. ეს გასაგებია ხოლმე იმაზე მივთითებს, რომ ქართულ ოცნებას არ გამოვიდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ახლა ადმინისტრაციასთან დალაგება და რომ ადმინისტრაცია მეორე მხრივ ჯერ კიდევ ეძებს სწორ მიმართულებას საკუთარი პოლიტიკის და თვითონ პოლიტიკაშიც არიან ჩამოყალიბებული. ამიტომ დავაკვირდეთ როგორ განვითარდება მოვლენები და საბოლოო ჯამში რა მიზნები ექნება ამერიკის ახალ ადმინისტრაციას საქართველოში და რა ინსტრუმენტებს მიმართავს ეს მიზნები მიაღწიოს. ჯერჯერობით საბოლოო ჯამში მაინც ინფორმაციული ვაკუუმია ამის თაობაზე და მარკო რუბიოს განცხადება კიდევ ერთხელ ავადასტურებს მოყოლებს. იციან ადამიანებმა ინგლისური და გუგლიდან დაგუგლონ და ინგლისურად მოусმინონ განცხადებას, სადაც საუბარია, რომ თუ რომელიმე რეგიონში არსებობს ანტიამერიკული რეჟიმი ან ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამერიკას ექნება მათზე რეაგირება. პროვოკაციული კითხვა, რომელიც დასვა ბატონმა ჯონ უილსონმა, რომელიც საქართველოს მიმართ ზიზღით და სიძულვილით არის გამსჭვალული, რომელზედაც პასუხი დიპლომატ შეიძლება გაეცა, მხოლოდ ისეთი როგორიც გასცა, რომ თუ ასეთი არსებობს ნებისმიერ სხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, იქნება შესაბამისი რეაგირება, მაგრამ ასეთი ხელისუფლება ჩვენს საქართველოში არ არის, პირიქით საქართველოს ყავს პროდასავლური ხელისუფლება, რომელსაც თავარი არის დემოკრატიული პრინციპები. ბატონი პრემიერის ბოლო ღია წერილი ზუსტად ამას ემსახურებოდა, რომ ჩვენ გვჭირდება სიცხადე ჩვენ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ვინაიდან გვაქვს სრული თანხმედრა ღირებულებებით ნაწილში, სოფხედულობით ნაწილში, პოლიტიკურ გზავნილებში, ნაბიჯებში და ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ ვერ ხედავთ რა უნდა იყოს დამაბრკოლებელი ჩვენი რეალური პარტნიორობის. თუ ამერიკული მხარე ხედავს რამე ასეთ საკითხს, ჩვენი თხოვნაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ გაგორკვიონ ამასთან დაკავშირებით და რაც უფრო მალე მოხდება ეს ყველაფერი და რაც უფრო მალე მოხდება სიცხადის შემოტანა, რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო იქნება ორივე მხარისთვის. სახელმწიფო მდივნის პასუხიდან დღეს რადასკვნად შეიძლება გავაკეთოთ ის არის, რომ ამერიკას საქართველოსთანაც ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები არ აქვს, განაცხადა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკაბოჭორიშვილის თქმით, ჯო უილსონის მიერ დასმული კითხვა ქართული ოპოზიციის და აქტივისტების სასაზრდოოდ იყო დასმული. რათა მსგავსი ტიპის საგარეო აქტორების განცხადებებით ქართულმა ოპოზიციამ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას. მაკაბოჭორიშვილმა ასევე მარკო რუბიოს რეფორმასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის მიხედვითაც საელჩო და
სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შეაფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. მისივე თქმით, ამას აქამდე USAID და ამის მერე დაფუძნებული ორგანიზაციები ახორციელებდნენ. ახლა საუბარია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს ინფორმაციის წყარო. ჩვენ სისტემურად ძალიან კარგი თანამშრომლობა გვქონდა და გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც სისტემურ თანამშრომლობაზეა საუბარი და არ არსებობს არანაირი საფუძველი ამ თანამშრომლობას დაუსვან კითხვის ნიშანი. გარდა ამისა, 30 წლის განმავლობაში საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც ამ რეგიონში არის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სანდო პარტნიორი. სახელმწიფო მდივნის პასუხიდან დღეს რაც შეიძლება დასკვნა გავაკეთოთ არის ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთან და ზოგადად ამ რეგიონთან მიმართებაში პოზიციები ჩამოყალიბებული არ აქვს. ეს არის ის საკითხი, რომელიც განიხილება და ჩამოყალიბდება. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებზე საუბრისას, როდესაც სახელმწიფო მდივანი საუბრობს, ხაზგასმით აღნიშნავს ეკონომიკას, ხაზგასმით აღნიშნავს უსაფრთხოებას. ეს ის საკითხებია, რომელშიც ასევე სრული თანხმედრა არსებობს სახელმწიფო ხელისუფლების ხედვებთან მიმართებაში და წარმოუდგენელია, როდესაც ასეთი თანხმედრა არსებობს იდეოლოგიური, პოლიტიკური ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, სადაც შესაძლოა უამრავი თანხმედრის წერტილი გამოიძებნოს ინტერესების გადაკვეთის წერტილი გამოიძებნოს და თანამშრომლობის საფუძველი არსებობდეს, ამ ხელისუფლებას უწოდო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ამ განცხადებად, ეს იყო კომენტარი პასუხი ჯო ვილსონის დასმულ კითხვაზე. მოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში დღესდღეობით არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციაში კონკრეტულ საკითხებზე, თუ რა სფეროებში რა ტიპის თანამშრომლობა უნდა არსებობდეს საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. ამას აქვს თავისი ახსნა. დღეს ჩვენ ხედავთ, რითი არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია დაკავებული. დღის წესრიგში არის ძალიან მნიშვნელოვანი მსხვილი საკითხები, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება საქართველოსთან თანამშრომლობას და ურთიერთობებსაც ეხებოდეს. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო მდივანი ახორციელებს რეფორმას და მთლიანად აქცენტი კეთდება საელჩოებზე, საელჩოების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და ამ მიმართულების გაძლიერებას. საუბარი შეეხება თუ რა უნდა იყოს წყარო ინფორმაციის, თუ აქამდე იყო USAID-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების, სხვა ორგანიზაციები, აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს უნდა იყოს საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც აფასებენ ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და განსაზღვრავენ საგარეო პოლიტიკას. პოლიტიკური შეფასების თემაა ოპოზიციის ნაწილის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ხელისუფლების არამშვიდობიანი გზით შეცვლის შესახებ. კიდევ ამ ფოფხაძის განცხადებას რადიკალიზაციის და პარლამენტის შენობის პიკეტირებაზე, ასევე ხელისუფლების პარალიზების შესახებ არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში. ოპოზიციის ნაწილი ძალადობით ხელისუფლების შეცვლას ემიჯნება და აცხადებს, რომ ხელისუფლების ცვლილება მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. მათი განცხადებით 26 მაისის სახალხო ზეიმის დღეა და ოპოზიციის ნაწილი ქართულ ხალხთან ერთად მშვიდობიანი გზით ააპირებს ამ დღის აღნიშნოს. ხელისუფლების განცხადებით კი რადიკალური ოპოზიცია ახალ სცენარს აანონსებს, თუმცა მმართველი გუნდის განცხადებით ქვეყანაში ყველა სტრუქტურა მაღალ დონეზეა და ოპოზიცია არეულობის შემოტანას ვერ შეძლებს. ჩვენ ხედავთ, რომ ნაციონალური მოძრაობა უკვე 13 წელია სხვადასხვა თეორიებით და რადიკალიზაციის პროცესით ცდილობს პროცესების ცვლილებას ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ხედავთ, რომ ისინი ასრულებენ უბრალოდ დაქირავებული საფრთხობელების როლს ქართულ პოლიტიკაში. ხედავთ, რომ ამით მხოლოდ და მხოლოდ ოცნების წისქვილზე ასხავენ წყალს და რა თქმა უნდა ამ რადიკალურ პროცესში ჩვენი პოლიტიკური ძალა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს წითელი ხაზია და ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილები. ჩვენ ვსაუბრობთ რა თქმა უნდა მონაწილეობის მიღებას და თუ სხვა რაღაც მოგებული ინიციატივების და სხვა ჯგუფების მიერ გამოხატული, მათ შორის ვართ ღია იმისთვის, რომ ეს ინიციატივები გავაკეთოთ, მაგრამ პირველ რიგში ის რაღაცებს ხეივავს ამ ეტაპზე ჯერჯერობით არის წინააღმდეგობის პლატფორმა. თუმცა ნაციონალურ მოძრაობას აპირებს რა თქმა უნდა მონაწილეობის მიღებას. მიზანი აქვს ამ ადამიანებს 26 მაისს, რომ ეს ეროვნული
ზეიმი ჩაშალონ და მათ შორის ადამიანები როგორც ჩანს წამსვლელები არიან მსხვერპლებს და იყვნენ ძალიან ფრთხილად, როდესაც ამ სიტყვას ახსენებენ და გულში მაინც გაივლებენ, რომ ადამიანები შესაძლებელია დაზიანდნენ ან გარდაიცვალონ. თავიანთი მავნე მერკანტილური ბიზნეს მისაღწევად არც ერთი ადამიანის თავიდან ჩამოვარდნით მათ არ ღირს. ამიტომ იყვნენ ფრთხილად და იცოდნენ, რომ მათ მიმართ იქნება რა თქმა უნდა მკაცრი ღონისძიებები გატარებული, ვინც გულში გაივლებს, რომ მის მიერ მსხვერპლის ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გორში არასრულწლოვან ძმებზე სავარაუდო მოძალადე 4 პირს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება TikTok-ზე ქურდული სამყაროს შეურაცხყოფის გამო მომხდარ დაპირისპირებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენდა, რომ მიმდინარე წლის 16 მაისს გორში წარსულში ქურდობისთვის და ცემისთვის ნასამართლები არასრულწლოვანის ინიციატივით არასრულწლოვან ძმებთან შეხვედრა შედგა, რა დროსაც მან სხვა არასრულწლოვანებთან ერთად დაზარალებულებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობს, სასამართლო პროცესზე კი დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვს. ბრალი წარედგინა კიდევ 4 მოზარდს. გამოძიება ვედავება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი პრიმა ნაწილს, ეს არის ჯგუფური ძალადობა არასრულწლოვანის მიმართ, რაც 2 წლის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩემთვის გუშინაც ცნობილი იყო, თუმცა დადასტურდა უამრავი მოწმის ჩვენებით, რომ აღნიშნული კონფლიქტი უკავშირდებოდა პირად შეურაცხყოფას, რომელიც განხორციელდა TikTok-ის მეშვეობით ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მიმართ დაზარალებულის მხრიდან. ამას ადასტურებენ როგორც ნეიტრალური მოწმეები, ასევე ის მოწმეები, რომლებიც არიან დაზარალებულის მეგობრები. არა, ის რომ იყო ძალადობა იმის გამო, რომ დაზარალებულმა პირადი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს, ამას ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი არც გუშინ არ უარყოფდა და არც დღეს არ უარყოფს. მხოლოდ და მხოლოდ მოტივი ის რაც იყო გავრცელებული და რამაც გამოიწვია საზოგადოების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება და ალბათ სამართლიანი გაღიზიანებაც მინდა ვთქვა, რაც შეეხებოდა ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევას, ქურდულ მენტალიტეტს თუ ასე შემდეგ, რაც დაკავშირებულია ამ სისტემასთან, ეს არ დასტურდება არც ერთი მოწმის ჩვენებით. პროკურატურამ მიმართა სასამართლოს ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით აღკვეთი ღონისძიების სახით. მე რა თქმა უნდა ვეცდები დავარწმუნო სასამართლო, რომ 16 წლის მოზარდის საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსება არ იქნება სამართლიანი და ვერანაირად ვერ წაადგება მის რესოციალიზაციას, იმიტომ რომ ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი რა თქმა უნდა ნანობს და განიცდის იმას, რომ აღელდა, ვერ გაუწია თავს კონტროლი და მოკლედ ფიზიკურად იძალა და ცემა სუბუქად დაზარალებული. TV მონიტორინგის ჟურნალისტისთვის მუქარით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2023 წლის 19 სექტემბერს ჩვენს ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდების მიერ სავარაუდო ნარკომოხმარების ფაქტს ეხებოდა. ჭალის დასახლებაში გორის მერის წარმომადგენლის ოჯახის წევრი ჩვენს ჟურნალისტს დაუკავშირდა და სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. ბრალდებულს წინა სასამართლოს ხდომაზე მოსამართლემ 1000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მომდევნო სასამართლოს ხდომა კი 23 ივნისს გაიმართება. TV მონიტორინგის ჟურნალისტის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს. ეს 1000 ლარიანი გირაო არ წარმოადგენს სასჯელს, ეს არის აღკვეთის ღონისძიება, ანუ სასამართლომ ჩათვალა, რომ ვიდრე დასრულდება საქმის განხილვა, ამ შემთხვევაში ბრალდებული უნდა შესაძლოა რომ იმყოფებოდეს თავისუფლებაში, თუმცა რა თქმა უნდა, მას შემდეგ რაც სასამართლო მიიღებს ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას, არ არის გამორიცხული, რომ მან გამოიყენოს თავისუფლების აღკვეთაც ამ შემთხვევაში, თუმცა გააჩნია ასევე თვითონ ბრალდებულის პოზიცია რა იქნება თვითონ სხდომაც. თუნდაც ის ფაქტი მხოლოდ რომ ბრალი წაუყენა უკვე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და უпростоრად გენერალურმა პროკურატურამ კონკრეტულ პირს უკვე იქნება შემაკავებელი ეფექტი ადამიანებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჟურნალისტის ცემა, ფიზიკური შეურაცხყოფა, სიტყვიერი შეურაცხყოფა საქმიანობაში ხელშეშლა ჩვეულებრივი ამბავი არის, არ არის ეს ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის მაგალითი ამისა, თუმცა სამწუხაროა, რომ დაგვჭირდა არაერთი მიმართვა, არაერთი განცხადება, არაერთი საჩივარი იმისათვის, მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ბრალის წარდგენა მომხდარიყო კონკრეტული პირისათვის. სამწუხაროდ არაერთი საქმე გვაქვს, რომელზეც გამოძიებაც კი არ მიმდინარეობს, არათუ ბრალი წარედგინა.